თავისუფალი ლიტერატურა. მოგესალმებით, ეს არის საზოგადოებრივი რადიო FM 102.4-ზე, თქვენ უსმენთ გადაცემა თავისუფალ ლიტერატურას. დღეს ჩვენი საუბრის თემა იქნება თბილისის წიგნის დღეები და მე ამ გადაცემის წამყვანი, დღევანდელი წამყვანი ვიქნები, წიგნის ხელოვნების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანი ბურდული. დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან წიგნის ფესტივალის თბილისის წიგნის დღეების საერთაშორისო პროგრამების კურატორი სალომე წილოსანი და ანა ჭყონია და ასევე საბავშვო სურათებიანი წიგნის კონკურსის კურატორი ნინი ჯინჯარაძე. გამარჯობათ. ესე იგი, დღეს ჩვენი თემა იქნება, როგორც ვთქვი, ფესტივალი. ეს იქნება ძალიან დიდი ზეიმი, ასე ვთქვათ, წიგნის მოყვარულთათვის და უნდა აღინიშნოს პირველ რიგში ის, რომ ეს არის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებული პროექტი გოეთეს ინსტიტუტთან ერთად და წიგნის ხელოვნების ცენტრი აკეთებს კულტურულ შემეცნებითი ღონისძიებების და პროექტების ორგანიზებას, ასე ვთქვათ, ფესტივალზე. შესაბამისად, დღეს ვისაუბრებთ იმ პროგრამებზე, რაც იქნება ფესტივალზე და რა ღონისძიებებიც ჩატარდება. უნდა აღინიშნოს ის, რომ განსაკუთრებული წვლილი, უბრალოდ განსაკუთრებული წილი აქვს დათმობილი ამ ფესტივალზე საბავშვო ღონისძიებებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და საერთაშორისო დონის ექსპერტები ჩამოვლენ და იქნება დისკუსიები, საჯარო ლექციები, იქნება კონკურსი, გამოფენები და მოკლედ ძალიან მთელი პროგრამა არის და პირველ რიგში მინდა მაინც გადავიდე ანა ჭყონიასთან, რომელიც კურირებს საჯარო ლექციებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც ილუსტრაციის სფეროში მოღვაწეობს, არიან მხატვრები და რეალურად აქვთ შანსი იმისა, რომ ნახონ ისეთი ადამიანები თბილისში ფესტივალზე, რომელსაც შეიძლება სხვა შემთხვევაში ვერ შეხვდნენ თუნდაც საზღვარგარეთ, რადგან თავმოყრილი იქნება მათი რაოდენობა ჩვენს ფესტივალზე და განსაკუთრებული მნიშვნელობით შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ალბათ ამას და თუ შეიძლება გვითხრა იმ ღონისძიებების შესახებ და იმ ლექციების შესახებ და ასევე იმ სტუმრების შესახებ, რომლებიც ჩამოვლენ. პირველ რიგში საღამოშიდობის, მოგესალმებით. ესე იგი, წლევანდელ წელს წინა წელთან შედარებით უფრო მეტი გამოსვლელი გვეყოლება, გულისხმობს საჯარო ლექციებს და ჩამოვლენ მრავალი ქვეყნიდან წარმომადგენლები, როგორც ილუსტრატორები, ასევე გამომცემლები და თვითონ ავტორები საბავშვო წიგნებისა თუ სამეცნიერო ჟურნალებისა. გვეყოლება 12 გამოსვლელი სხვადასხვა ქვეყნიდან. მესამე პავილიონში იქნება საჯარო ღონისძიებები და კონკრეტულად საჯარო ლექციები, როგორც საერთაშორისო ილუსტრაციის გამოფენა. ჩვენ გვეყოლება ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი დოქტორ კრისტიანე რააბე, რომელიც საერთაშორისო ახალგაზრდული ბიბლიოთეკის დირექტორია და გარდა ამისა ის გოეთეს ინსტიტუტის ლიტერატურული საბჭოს წევრია. ის ილაპარაკებს თავის ლექციაში სწორედ ამ საერთაშორისო ახალგაზრდული ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკაზე, მის ისტორიაზე, მიზნებსა და გამოწვევებზე და ეს იქნება ძალიან საინტერესო ლექცია იმ დაინტერესებული ადამიანებისა, რომელთვისაც პროფესიულად მნიშვნელოვანია ეს საკითხი. ოზიშიანა, ანუ რა რიცხვში იქნება რომ დავაკონკრეტოთ? ლექციები ჩატარდება 27, 28, 29 ნოემბერი, ეს იქნება 3 დღე. და 27-ში იქნება კონკრეტულად დოქტორ რააბეს ლექცია. ასევე იქნება კრისტიანე პაქსმანის ლექცია, რომელიც ჩამოსული იყო ზაფხულში, ჩაუტარა ჩვენს ქართულ ილუსტრატორებს ვორქშოპი ძალიან საინტერესო. და ისიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟურნალის ესელსორის გამომცემელი. რეალურად მისი ვორქშოპის შედეგად ილუსტრატორებმა გააკეთეს 12 ახალი წიგნი და შემდეგ ფრანკფურტში წაიღეს ეს წიგნები და რაც აღსანიშნავი ალბათ არის ის, რომ სპეციალური სტენდი დაუთმეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართველ ილუსტრატორებს, ანუ ქართული გამომცემლობების გარდა რაც ვიცით რომ იყო ფესტივალზე, იყო სპეციალური სტენდი ილუსტრატორებისთვის და ეს განსაკუთრებული პატივი ასე ვთქვათ ჩვენთვის რომ გამოყვეს ქართველი ილუსტრატორები და დაუთმეს ესეთი კუთხე ილუსტრატორებისთვის. რამდენი
და მე თქვა, ასევე აღსანიშნავია და დაგვავიწყდა იმის თქმა, რომ ფესტივალი ტარდება უკვე წელს მეორედ და ისიც მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ, რომ ფესტივალი გამოირჩევა სხვა, ასე ვთქვათ, წიგნის ბაზრობებისგან, იმით რომ ეს არ არის მხოლოდ წიგნის ბაზრობა და არის დატვირთული კულტურულ შემეცნებით და საგანმანათლებლო ღონისძიებებით. ესე იგი 17 გამოფენა იქნება, რაც 3 მოიცავს ქართულ ილუსტრატორთა და წიგნის დიზაინერთა გამოფენებს. 14 ექსპოზიცია კი წარმოადგენს საერთაშორისო შემოქმედებითი და საგანმანათლებლო გაერთიანებების ცნობილი მხატვრების და ილუსტრატორების ნამუშევრების წარდგენას, რაც ნამდვილად რაღაცა დიდი ზეიმი იქნება დარწმუნებული ვარ ფესტივალზე მოსული ადამიანებისთვის და მაინც კიდევ რო ვთქვათ, აი ვინ არიან ის ვახსენებთ ყოველთვის, როდესაც ვსაუბრობ ფესტივალზე, რომ საერთაშორისო დონის ექსპერტები ჩამოდიან, ვარსკვლავები, ძალიან დიდი ადამიანები, თუმცა მაინც რომ ვუთხრათ იმ მსმენელს, ვინც არის ის სიტყვაზე, ვინ არიან ეს ადამიანები, რა მნიშვნელობის არიან და რითი გამოირჩევიან, ასე ვთქვათ, თუნდაც საერთაშორისო ბაზარზე, იმიტომ რომ წიგნის ხელოვნების ცენტრიც ამას ემსახურება და ფესტივალის მიზანიც არის ზუსტად ის, რომ კარგი ხარისხის წიგნები შეიქმნას, საზოგადოება გაეცნოს ამ წიგნებს, ლიტერატურა იქნება თუ ზოგადად წიგნის დიზაინის სფეროში გაიგონ უფრო მეტი, ნახონ ქართველ ილუსტრატორთა ნამუშევრები და ასე შემდეგ, ანუ მაინც რომ ვთქვათ, ეს ადამიანები რა როლს შეასრულებენ ფესტივალზე და უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ ამაზე. კი, უფრო ესე მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, საჯარო ლექციები, როგორც თქვი 12 გამოსვლელი იქნება და ჩატარდება 3 დღის განმავლობაში. როგორც ვახსენე, უკვე 2 ადამიანი გამომცემლები და ჟურნალის რედაქტორები არიან, ასევე გვეყოლებიან ძალიან საინტერესო ილუსტრატორები, რომლებიც ილაპარაკებენ თავის გამოცდილებაზე, თუ როგორ მივიდა იდეიდან უკვე ჩამოყალიბებულ დაბეჭდილ წიგნამდე, მათი ილუსტრაციები თუ ნარატიული თხრობა, ასე ვთქვათ. გვეყოლებიან ასევე კრის მაიერსი, რომელიც არის ამერიკელი ავტორი და ძალიან საინტერესოა ის იმითი, რომ არის ამერიკელი ავტორი უბრალოდ რომელიც ჩაატარებს ლექციას ბავშვები ყველგან არიან. ანუ ეს იქნება კონკრეტულად საბავშვო ილუსტრაციაზე ლაპარაკი და ის ილაპარაკებს, ანუ ძალიან ცნობილი ილუსტრატორია, მას აქვს ძალიან ბევრი ჯილდო მიღებული, კონკრეტულად ის ყოველთვის აქცენტს აკეთებს კულტურაზე. აფრო-ამერიკელ ბავშვებზე აკეთებს აქცენტს იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში ძალიან მწირე არის წიგნები აფრო-ამერიკელ ბავშვებზე, სადაც ილუსტრირებული ლები არიან. ასევე ჩამოვა ჰენდრიკ ჰელიგე, რომელიც თავის დროზე ილუსტრატორი იყო, ხოლო შემდეგ საბავშვო წიგნების რედაქტორის გახდა, ასევე გამომცემელი, მას დაბეჭდილი აქვს 1001 ღამე, ანდერსონის ზღაპრები და ის, რაც მთავარი არის, ლიტლ გეშტატენის სამხატვრო მიმართულების რედაქტორი. კონკრეტულად ის ლექციაზე ისაუბრებს ამ საერთაშორისო საბავშვო წიგნის ბაზრობაზე. Little Gestatense და აუხსნის უკვე პუბლიკას და დაინტერესებულ ადამიანს თუ როგორ ხდება წიგნის რედაქტირება და შექმნის პროცესი ზოგადად. ეს რომელ პავილიონში იქნება რა უთხრათ? ეს იქნება მესამე პავილიონში. 3 დღის განმავლობაში გამოვლენ 27, 29. 11-დან 19 საათამდე იქნება საჯარო ლექციები. ასევე როგორც ვიცით, ფესტივალზე გარდა საჯარო ლექციებისა არის გამოფენების მთელი სერია. თუმცა პირველად სანამ გადავიდოდეთ არ წიგნებზე და მსგავსი ფორმის კულტურულ გამოხატულებებზე, ასე ვთქვათ, ვახსენოთ საბავშვო სურათებიანი წიგნის იდეის კონკურსი, რომლის კურატორიც არის ნინი. თუ შეიძლება ამაზე რომ ვისაუბროთ უფრო დეტალურად, ვინ არიან მონაწილეები, რა წესებია საერთოდ, უნდა აღინიშნოს ბუნებრივია ის, რომ კულტურის სამინისტრო არის ჩვენი მხარდამჭერი და წიგნის ეროვნული ცენტრი უკვე გასცემს ჯილდოს, ასე ვთქვათ, გამარჯვებულისთვის, ამაზე უფრო დეტალურად მოდი შენისაუბრე. შარშან გავაკეთე მე ქართული ილუსტრატორების გამოფენა, მათი ილუსტრაციების, ანუ მოვიწია მათი ნამუშევრები, შევარჩიეთ სპეციალურად და 37-მდე ახალგაზრდა ილუსტრატორმა მიიღო მონაწილეობა. წელს გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა კონკურსი, სადაც ველოდით, ანუ მაქსიმუმ 30 პროექტს, მაგრამ მოლოდის გადააჭარბა შედეგებმა, იმიტომ რომ დღეს გვაქვს 60-მდე პროექტი უკვე შემოსული, 10 ნოემბერს დასრულდა ნამუშევრების მიღება. და ჩვენი მოთხოვნა იყო ილუსტრატორებს უნდა დაეხადათ ან ავტორებთან ან მწერალთან თანამშრომლობით, უნდა შეექმნათ წიგნის იდეა, უნდა დაეხადათ 3 ილუსტრაცია, წიგნების განშლების ესკიზები
უნდა დაეწერათ სინოფსისი და წიგნთან დაკავშირებული სხვადასხვა დეტალები უნდა აღენიშნათ თავიანთ საკონკურსო პაკეტში. იყო ესეთი შემთხვევები, როდესაც ორმა ილუსტრატორმა ერთად იმუშავა ერთ ნამუშევარზე, იყო როდესაც ავტორი ან მწერალი და ილუსტრატორი ერთად მუშაობდნენ და შემოიტანეს ნამუშევრები. მოკლედ ანუ ერთი სიტყვით მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ძალიან საინტერესო პროექტი შემოვიდა. ამ კონკურსის გამოფენა გაიმართება მეხუთე პავილიონში, სადაც 27-დან, სავარაუდოდ 27-დან 29-ის ჩათვლით დამთავრებულს ექნება საშუალება, რომ დაათვალიეროს ეს ნამუშევრები, ხოლო 29-ში შეუძლია ყველას რომ მოვიდეს დაჯილდოებას და გაიგოს ის სამი გამარჯვებული, რომელსაც გამოვლენს საერთაშორისო ჟიური. საერთაშორისო ჟიური იქნება დაკომპლექტებული 4 ექსპერტისგან, რომლებიც საბავშვო სურათებიანი წიგნის ლიტერატურასა და ილუსტრაციის სფეროში მოღვაწეობენ. და მოკლედ 29-ში დახურვაზე ფესტივალზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული და დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიით. ეს ფულადი პრემია სპეციალურად გამოყო წიგნის ეროვნულმა ცენტრმა. პირველ ადგილს გასული გამარჯვებული მიიღებს 5000 ლარს, მეორე ადგილს გასული მიიღებს 2000, ხოლო პირველ ადგილს გასული ადამიანი მონაწილე მიიღებს 1000 ლარს. ხოლო ამით არ მთავრდება წიგნებზე მუშაობა. წიგნის ხელოვნების ცენტრს ჩვენ ორგანიზაციას აქვს თავის თავზე აღებული ვალდებულება, რომ გამარჯვებული იდეები საბოლოოდ მიიყვანოს დასრულებულ პროდუქტამდე. ანუ ჩვენ მონაწილეებს მაქსიმალურად დავეხმარებით, რომ განავითარონ და დახვეწონ თავიანთი იდეები. თან რაც მნიშვნელოვანი ალბათ არის ის, რომ ყველა ადამიანმა, ვინც გამოაგზავნა თავის ნამუშევრს და ბუნებრივია, ვინც დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რაც იყო წამოყენებული, აბსოლუტურად ყველა გამოიფინება ფესტივალზე და შეიძლება დამთვალიერებელს ნახოს, თუ რა ეტაპზეა თუნდაც ქართული ილუსტრაცია. აი, დღევანდელი ქართული ილუსტრაციის სახე შეიძლება ძალიან თავისუფლად რომ დავინახოთ ამ გამოფენიდან გამომდინარე. და შესაბამისად, უცხოელი ილუსტრატორების და ექსპერტების შეფასება იქნება ძალიან კარგი ჩემი აზრით, რადგან მათ სხვა ფესტივალებზე აქვთ გამოცდილება, რომ იყვნენ ისინი სხვა ფესტივალებზეც იყვნენ ჟიურის წევრები, წარმომადგენლები, შესაბამისად გამოცდილება მათ ძალიან დიდი აქვს და ვფიქრობ თითოეული ილუსტრატორისთვის მათი გაცნობა და მათი გამოცდილების გაზიარება იქნება ძალიან დიდი. არა მარტო ჟიურის წევრების თვითონ წაღანა ანამაც ახსენა, რომ იქნება ილუსტრაციის გამოფენა და ძალიან ბევრი ვიცი მე, ვინც ანუ ეთაყვანება ამ ილუსტრატორებს და ანუ პარალელურად ერთ პავილიონში არის ესეთი ადამიანის გამოფენა, რომელსაც ანუ ათვალიერებ მთელი ცხოვრება და გინდა რომ რაღაც მაგდონას მიაღწევ და მეორე პავილიონში არის შენი გამოფენა. მე მგონი ეს ძალიან დიდ რაღაცას ნიშნავს ილუსტრატორებისთვის. დიდი мотиваცია. ძალიან კარგი. დავამატებ იმას, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე, თუ კი გაქვთ კითხვები, ეს არის 24092 და 24091 გადაცემა მეორდება სამშაბათს 11 საათსა და 10 წუთზე, ხოლო გადაცემის ჩანაწერის მოსმენა შეგიძლიათ საზოგადოებრივი რადიოს ვებგვერდზე Radio 1G, ან ასევე ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ზე. და ესე ვთქვათ, შეგიძლიათ ახლა დაგვირეკოთ და თუ კი გაქვთ კითხვები ამასთან დაკავშირებით, დაგვიკონტაქტოთ. ასევე გავაგრძელოთ საუბარი ფესტივალის ღონისძიებებზე, იმ გამოფენებზე, რომელიც ჩატარდება. ერთ-ერთი მიმართულება არის art წიგნი და სალომე თუ შეიძლება უფრო დეტალურად განვმარტოთ ადამიანებს რა არის art წიგნი, იმიტომ რომ როდესაც ესმით, ცოტა ახალი ხილია ვიღაცისთვის და კარგი იქნება რომ ამაზე ვისაუბროთ იმ ადამიანებზე, ვინც ჩამოდიან და რა მნიშვნელობის არიან თუნდაც ისინი და რამდენი გამოფენა იქნება საერთოდ. კარგით. პირველ რიგში მოგესალმებით. ანუ არც წიგნი მართლა ძალიან საინტერესო რაღაცაა, ეს არის ხელოვანის მიერ დამოუკიდებელი ექსპერიმენტული პროექტი, რომელიც იღებს წიგნის ფორმას. ეს არ არის აუცილებელი, რომ იყოს რაღაცა, რაც ერთ ისტორიას მოგიყვება. ეს შეიძლება იყოს რაღაც, რაც რაც ყველაზე მეტად აწუხებს ამა თუ იმ ადამიანს. ყველა შეუძლია რეალურად შექმნას არც წიგნი, არა მარტო არტისტებს, მაგრამ რა თქმა უნდა, რა. ჩვენ ძალიან ბევრი გამოფენა გვექნება, მათ შორის იქნება Moto Distribution-ის გამოფენა, რომელიც არის ექსპერიმენტული წიგნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომცემლობა. მათ აქვს ძალიან ბევრი მაღაზია მსოფლიოში, სათავო ოფისი აქვს ბერლინში. მისი კურატორიც ანუ ამ მაღაზიის დამფუძნებელიც ჩამოდის ჩვენთან. შეგეძლებათ მათთან ყველასთან ურთიერთობაც. ანუ ეს არის უფრო სადისტრიბუციო ქსელი, რომელთაც აქვს რაღაც 3000-მდე სახეობის წიგნი
გამოცემული. ამასთანავე სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვანაირი ექსპერიმენტული გამოცემულობებიც ჩამოდიან. მაგალითად ერთ-ერთი იქნება ნაისი, რომელიც დაფუძნებული არიანა ხმელნიუკის მიერ, რომელიც უკრაინული. დიახ, უკრაინულია. ეს არიანა არის ერთ-ერთი ჩვენი კოორდინატორიც და მთლიანად უკრაინულ მხარეს იგი კოორდინირებს. ამასთან ერთად იგი წაიკითხავს ძალიან საინტერესო ლექციას მენეჯმენტის შესახებ, ანუ ამ ხელოვნების წიგნებთან დაკავშირებით აუცილებლად და ჩამოდის აგრეთვე ძალიან საინტერესო უკრაინელი ფოტოგრაფი, რომელიც ამჟამად შვედეთში მოღვაწეობს, ძალიან აღიარებულია მსოფლიოში. იგი აგრეთვე ჩაატარებს ლექციას და ილაპარაკებს ფოტოზე, როგორც ან ფოტოს ექსპოზიციის სახეებზე. იმიტომ რომ ეს ფოტოწიგნები ჩამოაქვს. მას ორი ფოტოწიგნი ჩამოაქვს, რაღაც სხვა დაჯილდოებზე, სხვა ჯილდოების მფლობელი. და ის ილაპარაკებს კედლიდან წიგნის გვერდზე, როგორ გადმოვიდა თუნდაც ეს ფოტო გამოფენებიდან უკვე წიგნში და როგორ მიიღო არა მხოლოდ ალბომის, არამედ უკვე ფოტოწიგნის სახე. ფოტოწიგნის ერთ-ერთი შეიძლება შეიტყოს არტ წიგნის ერთ-ერთ ნაწილად. ანუ ეს ალბომისგან რით შეიძლება განვასხვაოთ ფოტოწიგნი რა განსხვავებაა სიტყვაზე ფოტოწიგნსა და ალბომს შორის? ალბათ ის რომ ცალკეულად თემატიკა არის განსხვავებული, ანუ კონკრეტულ ერთ თემას შეიძლება მიეძღვნას ეს წიგნი და თავისი პირადი რაღაცა თქვით რომ სუბიექტურია შესაბამისად ერთი ადამიანის პირად გზნობებზე შეიძლება ან მის დამოკიდებულებაზე იყოს გაკეთებული წიგნი. რა თქმა უნდა, გეთახმებით. ასევე არ მინდა გამოგრჩეს საბავშვო ღონისძიებები, რომლითაც დატვირთული იქნება ფესტივალი, იმიტომ რომ ბავშვებისთვის ნამდვილიზე იმი იქნება და დარწმუნებული ვარ რომ მშობლებიც კარგად გაერთობიან, იმიტომ რომ ესე იგი 26-დან 29-ის ჩათვლით იქნება საბავშვო ღონისძიებები. პირველ დღეს იქნება მაინც ანიმაციის ჩვენება, საბავშვო ნახატების გამოფენა, რომელიც Facebook გვერდზე გამოაგზავნეს კონკურსანტებმა და შემდეგ პირველი 20 ადამიანი შეძლებს რომ იმ ვორქშოპებში მიიღოს მონაწილეობა, რომელსაც ჩვენი უცხოელი ექსპერტები და სტუმრები გამართავენ. უნდა აღინიშნოს ეროვნული მუზეუმის წვლილიც იმ ღონისძიებებში, რომელსაც ის ატარებს, ის იქნება კონკრეტულად არქეოლოგიური გათხრები და კერამიკის ნივთების რესტავრაცია, რეკონსტრუქცია, იმიტომ რომ ბავშვები შეძლებენ ქვიშაში აღმოაჩინონ კერამიკული ნაკეთობები, უბრალოდ მისი ნაწილები შემდეგ გააწყონეს და საღებავების მეშვეობით გააფერადონ ისინი და უკვე შემდეგ გამოაქვეყნონ ჩვენ თბილისის წიგნის დღეების Facebook გვერდზე. ასევე დოქტორი მოლეკულა უნდა აღინიშნოს ალბათ განსაკუთრებულად, რადგან ეს არის მხიარული ქიმიკოსი, რომელიც ატარებს სახალისო სამეცნიერო შოუს, ინტერაქციულ შოუს აკეთებს, შესაბამისად ეს იქნება საჯარო ღონისძიება, ყველა ადამიანი შეიძლება დაესწროს, ბუნებრივად დიდსაც და პატარასაც, ეს იქნება მე-11 პავილიონში. ესე იგი, რომ თქვა ზოგადად, რომ მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონები იქნება საფესტივალოდ ათვისებული, ასე ვთქვათ, იქ გაიმართება ღონისძიებები. აუცილებლად ის ხის კოტეჯი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც მე-3 პავილიონთან არის, სადაც ანიმაციის ჩვენება იქნება, როგორც გითხარით. უკვე შემდეგი არის მებაღეობა, სადაც ბავშვები ისწავლიან, როგორ უნდა მოუარონ მცენარეებს, დარგავენ ამ მცენარეებს და წაიღებენ სახლში, შესაბამისად უკვე ეცოდინებათ მოვლა ამ მცენარეების და უკვე ბუნება შემდეგ დაუბრუნებენ, როცა ის მცენარეები გაიზრდებიან. ასევე მოგზაურობა წიგნებში, ეს არის ბავშვთან ბავშვის და წიგნის დაახლოებისთვის ძალიან კარგი ღონისძიება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც წაიკითხავს საინტერესო ეპიზოდებს ზღაპრებიდან, უკვე შემდეგ უკვე ბავშვს თვითონ უჩენს სურვილს, რომ შემდეგ უკვე თვითონ წაიკითხოს ეს წიგნი. კიდე შეიძლება აღვნიშნოთ სად არის ესეთი ღონისძიება, სად არიან ბეგის მეგობრები, რომელსაც ატარებს ჰოიშენ მაკი. შარშან მან ჩაატარა ორიგამის ვორქშოპი, წელს უკვე ზოოპარკის თემატიკას დაუკავშირა თავისი ვორქშოპი და ამითი გამოეხმაურა და თავისი დამოკიდებულება გამოხატა 13 ივნისის მოვლენების მიმართ და ცდილობს რომ ბავშვებსაც
აპოვნინოს, ასე ვთქვათ, ბეგის მეგობრები და ჰოიშანთან ერთად ბავშვები შეძლებენ ილუსტრაციების და ნახატების გაკეთებას და უპოვიან, ასე ვთქვათ, ბეგის თავის მეგობრებს. კიდევ არ გვინდა გამორჩეს ვილი პუხნერის ესე ვთქვათ ვორქშოპი, ეს ვილი პუხნერი არის ძალიან ცნობილი ილუსტრატორი, რომლის გამოფენაც იქნება აუცილებლად ჩვენთან, თუ არ ვწდები და არ ვწდები. ამ შემთხვევაში ის დაახატინებს ზღაპრულ პრინცებსა და პრინცესებს, მას აქვს წიგნი ამაზე გაკეთებული, ოღონდ ეს არ არის ბარბის თოჯინები, ასე ვთქვათ, ეს არის სხვა ახლებურად გაკეთებული პრინცები და პრინცესები, თავისებურად დაენახული და ბავშვებსაც თავისებურად ანუ ეს არის ზღაპრული სამყარო პრინცების და პრინცესების, რომლებიც არიან რაღაც ხანდახან ცხოველები, ხანდახან ადამიანები, ბაყაყები, ანუ ეს და ასე შემდეგ. იმით არის საინტერესო ვილი პუხნერი როგორც ადამიანი თვითონ, მან არამხოლოდ ილუსტრატორია, იმანი მოგზაურა მთელი მსოფლიოს გარშემო და არის ასევე ფოტოგრაფი, ილუსტრატორი, ავტორი და ის ცდილობს, რომ ბავშვებს ამ ვორქშოპის საშუალებით დაანახოს ის, როგორ შეიძლება მარტივად გააკეთო რაღაცა, ანუ ყუთიდან გარეთ, ანუ არა საჭირო რაღაც დოგმებს მიყვე, შენ როგორც წარმოგიდგენია, შენთვის, ხო, ჩარჩოებში არ მოექცე. შენ როგორც წარმოგიდგენია ის თხრობა, როგორ გინდა ვინ იყოს, ანუ ამბანის მიხედვით აზე დაწყებული, დამთავრებული იქნება გაკეთებული და ძალიან საინტერესო იქნება ყოველდღე იქნება ეს ვორქშოპი 1 საათის განმავლობაში. ასევე იქნება საერთაშორისო სურათებიანი წიგნის სურათებიანი წიგნების გამოფენა, რომელიც წიგნის ხელოვნების ცენტრის ბიბლიოთეკაში ინახება, ასე ვთქვათ, აქ თავს იყრის წიგნები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ბიბლიოთეკაში იყრის თავს ეს წიგნები, სადაც არის სურათებიანი წიგნები. სურათებიანი წიგნებზე მინდა ორეთ სიტყვა თქვა, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ ილუსტრირებული წიგნები, არამედ ეს არის წიგნი, სადაც ხდება თხრობა ილუსტრაციისა და ტექსტის მეშვეობით. აქ არის მეტი წილი ილუსტრაციებზე გაკეთებული, მეტად არის აქცენტი გაკეთებული ილუსტრაციებზე და არის უფრო სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე და ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოში ან თუნდაც ამ ფესტივალიდან წიგნის ხელოვნების ცენტრის საქმიანობით განმოვითაროთ ეს სფერო და საქართველოში შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტის სურათებიანი წიგნები. თუნდაც ეს ბიბლიოთეკის კოლექციაც იქნება იმის მაჩვენებელი, თუ როგორი წიგნები იქმნება საზღვარგარეთ, რა არის საერთაშორისო სტანდარტი და რისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. თუმცა ეს ფესტივალებზეც, საერთაშორისო ფესტივალებზეც კარგად ჩანს, იმისთვის რომ განვითარდეთ, ძალიან ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, ასე ვთქვათ, და ჩვენი პარტნიორები ამაში ხელს გვიწყობენ, რომ მუდმივად წიგნის ხელოვნების ცენტრს ჰქონდეს განვითარების საშუალება, ეს იქნება კულტურის სამინისტრო, წიგნის ეროვნული ცენტრი თუ სხვა, ბუნებრივია გოეთეს ინსტიტუტთან ერთად. როჯერ მელოზე მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ილუსტრატორია ბრაზილიიდან და მინდა რომ მსმენელმა უფრო მეტი იცოდეს მის შესახებ. როჯერ მელო, როგორც სხვა ილუსტრატორები, ვინც ჩამოვთვალეთ, ატარებს ლექციას და ასევე მისი გამოფენა იქნება მესამე პავილიონში. ის არის აზე მეტი წიგნისთვის აქვს შექმნილი ილუსტრაციები, 2015 წელს ბრატისლავის ილუსტრაციის ბიენალეს დაჯილდო, ანუ ჟიურიში იყო თვითონ, მანამდე მიიღო ჯილდოები და ანუ თვითონ არის ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი ჩვენი ქვეყნისათვის. მის ასე ვთქვათ, მის დახმარებით ჩვენი პარტნიორი გახდა ბრაზილიის საელჩო და ის ჩაატარებს ძალიან საინტერესო ლექციას ბრაზილიურ ილუსტრაციაზე, ანუ მის მრავალფეროვნებაზე და ერთიანობაზე და ანუ იქნება ოდნავ ფილოსოფიური მხრივ რო ის ილაპარაკებს ილუსტრაციაზე, როგორც ფილოსოფიის ნაწილი. ანუ ძალიან საინტერესო იქნება, არ იქნება ეს მხოლოდ რაღაც ერთ კონკრეტულ სფეროში ჩაკეტილი ლექციები და რა ვიცი მობრძანდით და თქვენ თვითონ ანუ ეს იქნება ასევე როგორც ილუსტრაციების გამოფენა, მისი ილუსტრაციები უკვე ჩამოვიდა ჩვენთან, ასევე ლექცია, რომელიც გაიმართება მესამე პავილიონში. კიდევ შეიძლება აღინიშნოს ისიც, რომ გვეყოლება ტომს ხამპი, რომელსაც ველოდებოდით და ველით ძალიან დიდი ხანია, რადგან მისი ილუსტრაციები ძალიან ცნობილია საზღვარგარეთ და
ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის რომ ის საქართველოში ჩამოდის და ჩვენ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას და დარწმუნებული ვარ ილუსტრატორები ძალიან ბედნიერები იქნებიან იმით რომ მას გაიცნობენ და მასთან ერთად მოხატავენ იმ კედელს რომელიც წიგნის ხელოვნების ცენტრში არის ანუ ეს იქნება სპეციალური ღონისძიება ილუსტრატორებთან ერთად ტომს ხამპი მოხატავს კედელს მისი ილუსტრაცია დაამშვენებს წიგნის ხელოვნების ცენტრის მოპირდაპირე კედელს ასე ვთქვათ და დიდი იმედი გვაქვს რომ შემდეგ ფესტივალებზეც უკვე რაღაცა ტრადიციას დავამყარებთ ასეც რომ შევქმნით სხვადასხვა ილუსტრატორების ნამუშევრებს სტრიტ არტის მიმართულებითაც მოკლედ რაღაცა ნაბიჯებს გადავდგამთ. ასევე რას გააკეთებს ტომს ხამპი ანა ან სალომე უფრო კარგად რომ გითხრათ ტომს ხამპი იმის და გარდა რომ იქნება მონაწილე ამ საინტერესო ვორქშოპის ილუსტრატორებთან ერთად ის აუცილებლად ჩამოიტანს თავისი წიგნის ილუსტრაციებს და იქნება გამოფენილი რა თქმა უნდა მესამე პავილიონში როგორც აქამდე ვახსენეთ და ის წაიკითხავს ასევე ლექციას მის ბოლოდროინდელ ნამუშევრებზე კონკრეტულად მის ბოლოდროინდელ ორ წიგნზე და ის ისაუბრებს თუ როგორ შექმნა ეს წიგნები და ანუ ის არის ძალიან ცნობილი იმ მხრივ რომ უკვე აღიარებულია ასე ვთქვათ იმიტომ რომ მას ძალიან დიდი კლიენტურა ყავს თუნდაც შეგვიძლია აღვნიშნოთ რომ ის ილუსტრაციები რაც ჩამოდის ხის დაფებზე არის გაკეთებული და იმდანაც ძვირფასია რომ ძალიან დიდი დაზღვევის შედეგად მოახდინეთ ჩამოტანა და აქედან წასული უკვე მოხვდება კოლექციონერის ხელში. ამიტომ აუცილებლად ნახეთ, იმიტომ რომ შეიძლება შემდეგ უკვე ვეღარ ნახოთ. ეხლა ისევ არ წიგნებზე გადავიდეთ, იმიტომ რომ არ მინდა ქართველი ხელოვანები გამომჩეს, ის ადამიანები, რომლებიც ჩაერთვებიან ამ ღონისძიებაში და თავიანთ ნამუშევრებს გამოფენენ. ასევე შარშან იყო 90-იანი წლებიდან დღემდე როგორი არის არც წიგნი, ესეთი ამ ფორმატით იყო ეს გამოფენა მოწყობილი და წელს როგორი გამოფენა იქნება, თუნდაც არც წიგნების უკვე ერთი ნაწილი ვახსენეთ, თუმცა უფრო რო გავშალოთ ეს თემა. ანუ წელს ძირითადად შეიქმნება ქონდა ვორქშოპი წიგნის ხელოვნების ცენტრმა მოიწვია პოლონელი კურატორი რომელმაც ჩაგვიტარა ძალიან მნიშვნელოვანი ვორქშოპი არც წიგნებთან დაკავშირებით და ამ პროექტის შედეგად შეიქმნა რამდენიმე არც წიგნი ამასთანავე სხვა მაგრამ არა მხოლოდ ეს არც წიგნები არამედ სხვა ხელოვნების დამოუკიდებლად მუშაობდნენ და შეკრავდა ერთი 20-მდე ეს ქართული ნამუშევარი არა მარტო ქართული სხვათა შორის ვორქშოპის მონაწილეები იყვნენ ერთი უკრაინელი გოგოც მაგალითად ერთი რუსეთიდან ჩამოსული აზერბაიჯანიდან იყო და აქედან გამომდინარე საერთაშორისო გამოვიდა ნამდვილად და ძალიან კარგია ის რომ ქართველი ხელოვნები ნელ-ნელა ინტერესდებიან ამ სფეროთი ძალიან კარგი ასევე მინდა ვთქვათ ესე ვთქვათ ფესტივალზე მოკლედ მოსვლა არის რაღაცა ერთგვარი მოგზაურობასავით სადაც ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანი იპოვის თავისთვის საინტერესოს არა უფრო ვისაც წიგნები აინტერესებს უყვარს ხელოვნება უყვარს ლიტერატურა ილუსტრაციები საბავშვო წიგნები და ასე შემდეგ ანუ მგონია რომ ყველა ამ ტიპის ადამიანი ასეთი ინტერესების მქონე ადამიანი თავისთვის საინტერესოს ნახავს დაიწყებს სიტყვაზე მესამე პავილიონიდან და საბავშვო ილუსტრაციები საერთაშორისო ილუსტრაციების გამოფენას ნახავს მერე ვირტუალური გამომცემლობა ვირგამის გამოფენა აუცილებლად უნდა ვახსენოთ ან როდესაც ვთქვით რომ ილუსტრატორებმა შექმნეს ქრისტინე პაქსმანის ვორქშოპის შედეგად 12 წიგნი და წაიღეს ფრანკფურტში. ზუსტად ეს არის წიგნის ხელოვნების ცენტრის ვირტუალური გამომცემლობის ფარგლებში გაკეთებული წიგნები და ვირგამის, ასე ვთქვათ, ჩვენ ვირტუალური გამომცემლობა ვირგამის ილუსტრატორთა ნამუშევრები იქნება, ასე როგორც ილუსტრაციები, ასევე ის წიგნები, რომელიც ფრანკფურტში წაიღეს და უკვე ამის შემდეგ საერთაშორისო გამომცემლებთან იყო მოლაპარაკებები და ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა თუ ვისთან შეიძლება გამოიცეს ეს წიგნი. ასევე უნდა ითქვას სარეკომენდაციო სიაზე, რომელსაც მუშაობენ ადამიანები იმისთვის რომ დადგინდეს საქართველოში არა და უბრალოდ
ყველაზე საინტერესო და კარგი ხარისხის საუკეთესო წიგნები, ანუ წლის ესე ვთქვათ, წლის ათეული, თუ 20-ეული როგორც ჩამოყალიბდება, მის წარდგენა მოხდება და გამომცემლობებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ნახონ, ესე ვთქვათ, კარგი ხარისხის ხშირად კომერციული გათვლა ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არ არის მომგებიანი, მაგრამ ჩვენი მიმართულება არის ის, რომ ზუსტად კარგი ხარისხის ილუსტრაცია, წიგნის დიზაინი სრულად იყოს წიგნი შეკრული და კარგი ხარისხის წიგნები მიეწოდოს. ამას თუ გამომცემლობები შეუწყობენ ხელს, ბუნებრივია ჩვენც ძალიან ბედნიერები ვიქნებით და გამომცემლობების ხსენებაზე აუცილებლად უნდა ვთქვათ, წიგნის ბაზრობა, რომელიც მოეწყობა, ანუ ტრადიციული წიგნის ბაზრობა კლავაც იქნება. ჩვენს ფესტივალზე კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებებთან ერთად ექსპო ჯორჯია ამაში ძალიან გვეხმარება, თუნდაც ამის ორგანიზებაში, კურირებს გამომცემლებთან ურთიერთობს მუდმივად და ფესტივალზე, ასე ვთქვათ, მე-11 პავილიონში 40-ზე მეტი გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას, შესთავაზებს დამთვალიერებელს ფასდაკლებებს და ბუნებრივია შესაძლებელია, რომ მკითხველმა და წიგნის მოყვარულმა ადამიანებმა ნახონ თავისთვის იქ საინტერესო. შესაბამისად, ფესტივალზე მოგზაურობას გისურვებთ ყველას. თბილისის წიგნის დღეები დილის 11 საათიდან 7 საათამდე იქნება 29 ნოემბრის ჩათვლით 26-დან და მსმენელს ველოდებით ყველას. ესე ვთქვათ, თქვენ უსმენდით რადიოს, საზოგადოებრივ რადიოს FM 102-სა და 4-ზე. გადაცემა იყოს თავისუფალი ლიტერატურა, ჩვენ საუბრობდით თბილისის წიგნის დღეებზე, წიგნის ზეიმზე, ასე ვთქვათ. სადაც გელოდებით ყველას, ჩვენი სტუმრები იყვნენ საერთაშორისო პროგრამების კურატორი, ფესტივალის საერთაშორისო პროგრამის კურატორი ანა ჭყონია და სალომე წილოსანი, საბავშვო სურათებიანი წიგნის კონკურსის კურატორი ნინი ჯინჭარაძე და მე წიგნის ხელოვნების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანი ბურდული. პირდაპირ ეთერი დასრულდა, გადაცემა განმეორდება სამშაბათს 11 საათსა და 10 წუთზე. გადაცემის ჩანაწერის მოსმენა შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივი რადიოს ეთერიდან, ვებგვერდზე რადიო 1G, ასევე YouTube-ზე და გადაცემის პროდიუსერი იყო ქეთი ჯოჯიშვილი. მადლობა. თავისუფალი ლიტერატურა